ევროპის ენერგიის მიწოდება დამოკიდებულია ეგვიპტეში მდებარე ერთ ძალიან ვიწრო წყლის გზაზე, სუეცის არხზე, რომელიც ხელოვნურად შექმნილი არხია და ძლივს არის საკმარისად ფართო, რომ ორი დიდი ხომალდი გვერდიგვერდ გაიაროს. შუა აღმოსავლეთის ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი გაზის უმეტესი ნაწილი კვლავ იყენებს ამ მოკლე გზას, პირდაპირ ხმელთაშუა ზღვის პორტებში, რომლებიც კონტინენტს ენერგიით ამარაგებენ. 2025 წლის პირველ ნახევარში ყოველდღიურად თითქმის 5 მილიონი ბარელი ნავთობი გადიოდა არხით. ეს ენერგია საკმარისია გერმანიისა და საფრანგეთის გაერთიანებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რაც აღს კრიტიკულ მნიშვნელობას ანიჭებს მას შემდეგ, რაც ევროპამ რუსულ მილსადენურ გაზზე უარი თქვა. როდესაც წითელი ზღვის დაძაბულობამ გემები აიძულა მთელი აფრიკის სამხრეთ წვერო შემოევლოთ, რაც თითოეულ მოგზაურობას 1000-ობით კილომეტრს უმატებდა. ტრანზიტის დრო 2 სრული კვირით გაიზარდა, საწვავის ხარჯები მკვეთრად გაიზარდა და ევროპის ენერგეტიკული ფასები თითქმის ერთ ღამეში აიწია. 2026 წელს მოძრაობა აღდგენის პროცესშია, მაგრამ არხი კვლავ ყველაზე სწრაფ და იაფ მარშრუტად რჩება. ნებისმიერი ბლოკირება ან ახალი შეფერხება პირდაპირ გავლენას ახდენს მიწოდების სიჩქარეზე, გადაზიდვის ხარჯებზე და ევროკავშირის მასშტაბით ოჯახების ენერგიის გადასახადებზე. ეს ერთი 183 კილომეტრიანი წყლის ზოლით შუმად წვეთს, ნამდვილად საიმედო და ხელმისაწვდომია ევროპის ენერგია.